შეერთებული შტატების კონგრესი ქართულ დემოკრატიაში კრიზისის ნიშნებს ამჩნევს. ამერიკელი პოლიტიკოსების ჯგუფი ოფიციალურ ვაშინგტონს მოქმედებისკენ მოუწოდებს, რომ დაიცვან ქართველი ხალხის თავისუფლება. მიმართვის ტექსტში, რომელიც 4 კონგრესმენს ეკუთვნის, ჩნდება ფრაზა სრული დიპლომატიური რესურსის ამოქმედების აუცილებლობა ახალგაზრდა დემოკრატიის გადასარჩენად. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებია. ამერიკაში მოღვაწე უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ირწმუნება, რომ საქართველოზე სავაჭრო სანქციების ამოქმედებისათვის მიხეილ სააკაშვილმა 5 მილიონი გადაიხადა. ამერიკელ კანონმდებელთა რეაქცია 8 თებერვლის თბილისურ მოვლენებს 8 დღის შემდეგ მოჰყვა. ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნის პროცესის შემდეგ, რომელსაც დასავლური პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი ჯერაც სკეპტიკურად უყურებს, ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკურმა დაპირისპირებამ კონგრესის ორპარტიული ჯგუფის მწვავე რეაქცია გამოიწვია. წერილს, რომლის ადრესატი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერია, სრული დიპლომატიური რესურსის გამოყენების თხოვნით ხელს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკის დელეგაციის თავმჯდომარე მაიკლ ტერნერი, ტრანსატლანტიკური დიალოგის თავმჯდომარე ბილ შუსტერი, კონგრესმენები ელისონ შვარცი და მარიო დიას ბალარტი აწერს. მიმართვის ტექსტს ამერიკული გამოცემა ჰილი აქვეყნებს. ქართველი ხალხის უფლებების, თავისუფლებების დაცვისა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით. გადადგათ ნაბიჯები ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დასამტკიცებლად საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხში. მოგიწოდებთ გამოიყენოთ სრული დიპლომატიური რესურსი არსებული კრიზისის საპასუხოდ. ევროპის მსხვილი პოლიტიკური გაერთიანების სახალხო პარტიის შეფასებების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისთვის კონგრესმენთა პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა. ოპოზიციური გუნდი დარწმუნებულია, რომ ორპარტიული ჯგუფის რეაქციის პათოს კონგრესი მთელი შემადგენლობით იზიარებს. მათთვის ცალსახა არის ერთი. დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური ურთიერთობის წესებიდან გადახვევაა, როდესაც არჩევნებში დამარცხებულ მეორე პარტიის წევრებს, გენერალურ მდივანს, ყველა იმ თანამდებობის პირს, რომელიც ამ პარტიიდან არის წარმოდგენილი, საგამომძიებლო ორგანოები დღენიადაკ იბარებენ, პარალელურად მიმდინარეობს მათზე სიტყვიერი თავდასხმები და პლუს კიდევ ქუჩაში მიმდინარეობს პოლიციის სრულ პასიურობის პირობებში მათზე ფიზიკური თავდასხმები. კონგრესმენების განცხადებას მთავრობა მშვიდად ხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატების კანონმდებელთა წერილის შინაარს მათი არასათანადო ინფორმირებულობით ხსნის. ძალიან დიდი სიამოვნებით მოვიწვევდი ამ კონგრესმენებს და ყველას, ვისაც აინტერესებს საქართველო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა, ჩამოგზანდეს საქართველოში და ადგილზე გაეცნოს ვითარებას, ადგილზე გაეცნოს თუ როგორ ვითარდება დემოკრატია საქართველოში. დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას საპარლამენტო უმრავლესობა დღეს კიდევ ერთხელ ადასტურებს. მწვავე შეფასებების უკან არ გამოირიცხება დაქირავებული ლობისტების როლიც, რომელსაც ოპოზიციური პარტია შეერთებული შტატების კონგრესისა და ობამას ადმინისტრაციის წინაშე საკუთარი ინტერესების წარმოსაჩენად იყენებს. არსებობენ სენატორები, კონგრესმენები, რომლებსაც საკუთარი პოზიცია აქვთ, რა თქმა უნდა, ის საკუთარ პოზიციას გამოხატავენ, მაგრამ დღესდღეობით ერთი რამ არის ნათელი. ამერიკასა და საქართველოს შორის გრძელდება სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც განვითარდება, მე ვიტყოდი, კიდევ უფრო დიდი ტემპით, ვიდრე აქამდე ვითარდებოდა. ძალიან მალე საერთაშორისო საზოგადოება, ისე როგორც ჩვენი მოსახლეობა, შესაბამის შედეგებს ნახავენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ასეთი ლობისტური კომპანიისა თუ სააკაშვილის მცდელობის რომ ქვეყანას იმიჯი შეულაღოს, ამას უბრალოდ ვერ მოახერხებს. ლობისტური კომპანიების ხაზით პოლიტიკური კორუფციის შესახებ კულუარულ ინფორმაციას ფლობს უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე. ის ამტკიცებს, რომ გავლენიანი ფირმებისთვის გადახდილი 5 მილიონი დოლარის საფასურად მიხეილ სააკაშვილის გუნდი კონგრესმენების ხელით საქართველოზე სავაჭრო სანქციების დაწესებას ცდილობს. იმედი მაქვს, რომ საღიაზრი გაიმარჯვებს და ეს არ მოხდება. დიდი ხანია განგაშს ვცემდით ამ თემაზე. უგულავას და მიშას მთელი ეს პროვოკაციებიც ამას ემსახურებოდა. უკვე მერამდენეთ მიშა რუსული იმპერიის დავალებას ხუთიანზე ასრულებს. ეს სანქციები თუ შემოიღეს საქართველოში შიმშილი დაიწყება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება. ლობისტური კომპანიების დესტრუქციული როლის ნეიტრალიზებისთვის პოლიტექნოლოგი კახი კახიშვილი ხელისუფლებას საკანონმდებლო შეზღუდვის მიღებას ურჩევს. ორი საკითხი უნდა იყოს განხილული. პირველ ეტაპზე უნდა იყოს სერიოზული ლობისტური კომპანიები დაქირავებული, რომლებიც შეძლებენ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო სტრუქტურებში. მეორე მხრივ, აუცილებლად პარლამენტმა უნდა დაიწყოს მუშაობა კანონზე, რომელიც გააკონტროლებს ლობისტურ საქმიანობას საქართველოში. ამ ეტაპზე უცნობია, რა რეაქცია ექნება კონგრესმენთა მიმართვაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს.